მასქერის მონიტორინგის ჯგუფი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კანონის დარღვევაზე საუბრობს. ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ კომისიის ქმედებებმა მასქერის პრინციპის აღსრულების რეგულირების ნაცვლად მისი განხორციელება შეაფერხა. მონიტორინგის ჯგუფის ბრალდებებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ მასქერი წარმატებით ხორციელდება. მასქერის მონიტორინგის ჯგუფმა მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით კვლევის პირველი ნაწილი დაასრულა. კვლევაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასქერის შესახებ კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. კომისიისგან პრობლემაა საჯარო ინფორმაციის მიღებაც. კომისიის კონკრეტულმა ქმედებებმა ხელი არ შეუწყო მასქერის ეფექტიან აღსრულებას, მეტიც მისმა გარკვეულმა ნაბიჯებმა შეაფერხა მასქერის დროული ამოქმედება. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ მონიტორინგის ჯგუფს შეგვექმნა, შეგვიძლია გითხრათ, ეს არის ინფორმაციის არ გაცემა. კომისიის მხრიდან პრობლემების შექმნაზე საუბრობს Global TV-ს ხელმძღვანელობაც. საკმაოდ მრავალ არის ესეთი პრობლემები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. დაკავშირებული თქვათ ეს იყო, თქვათ, ასე რომ თქვათ, უპირველეს ყოვლისა მეცხრე არხისა და მაესტროს განთავსებასთან დაკავშირებით. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მონიტორინგის ჯგუფის ბრალდებებს უარყოფენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მასქერი მიმდინარეობს წარმატებით და აბსოლუტურად ყველა კომპანიის ქსელში ჩართულია ყველა სამაუწყებლო კომპანია. კომისია საჯარო ინფორმაციას გასცემს კანონით დადგენილ ვადებში და ერთი წერილიც არ არის პასუხგაუცემელი კომისიაში. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასქერის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ საკაბელოებს გქონდეთ ჩართული ტელევიზიები თავის სისტემაში, თავის პროგრამებში, ხომ? იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება ჩვენ არ გქონდეს მყარი გარანტიები. მყარი გარანტია ამ შემთხვევაში არის კანონი. არაერთი განცხადება გაკეთა იმის თაობაზე, რომ მასქერი სასურველია გაგრძელდეს არჩევნების 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 2015 წლამდე, როდესაც საქართველო და სხვა ქვეყნები გადავლენ ციფრულ მაუწყებლობაზე. მასქერის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოფიციალური წერილით მიმართეს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძეს თქმით, კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტი ვეღარ შეიკრიბება.